სახელითა მამისათა, დაძისათა, დაცულისა, წმიდისათა, ჩვენთან არც ღმერთი. ჩვენ ვიმყოფებით ახლა საოცარ ადგილზე, რომელიც აღმოჩენილი იქნა ცოტა ხნის წინ, მივიწყებული ტაძრის მშენებლობა, რომელიც თემურ ბოკელავაძემ აღმოაჩინა და აქ იყო ადამიანები მოსული, გაასუფთა ეს ადგილი და კედლები ყველაფერი ჩვენ ხედავთ, რომ აქ არის ასე ვთქვათ მონასტერი, რომელიც იყო თავის დროზე ნაკურთხი იმისათვის, რომ აშენებულიყო აქ მონასტერი და როგორც ჩემთვის ინფორმაცია ცნობილი, ეს უნდა ყოფილიყო წანისის ბრძოლაში მოწამეთა და ასე იგი დაცემულთა საქართველოს მთლიანობისა და დაცემულთა სახელობის ტაძარი უნდა ყოფილიყო. ახლა ზუსტი სახელი შეიძლება არ ვიცი, მაგრამ იდეა და აზრი ეს იყო. დიახ, ეს ადგილი არის აი საოცარი ადგილი თავისი მდებარეობით და თავისი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქართველებისათვის უნიშნულოვანი ადგილი, იმიტომ რომ აქ არის თითოეული გოჯი მიწა ქართველების სისხლით მორწყული. რომ გადაერჩინათ საქართველო, გადაერჩინათ ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო, ჩვენი რელიგია, მართლმადიდებლობა თავი გაწირეს აქ ხალხმა ამისათვის და ამიტომ ჩვენთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ადგილი იყოს იმ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც ესე ვთქვათ, მივიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ აი აქ ტრიალებს მათი სულები, ტრიალებს მათი ესე ვთქვათ, სახეები კიდევ და ის სისხლი, რომელიც ამ მიწაზე დაიყო, შემოგვაღადებს მიწიდან და გვეუბნება, რომ ეს ადგილი უნდა იყოს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი და სიწმინდე ადგილი. აქ უნდა აუცილებლად უნდა სხვა მიდგომა იყოს, არავითარი არაბული ქალაქი აქ არ უნდა აშენდეს, არავითარი არაბები აქ არ უნდა დასახლდნენ, ეს ის ხალხი არიან, რომლებიც შემოვიდნენ და გვებრძოდნენ საუკუნეების მანძილზე. ეხლა აქ უნდა შემოვიდნენ ვიღაცა და ვიღაცის ასე ვთქვათ, ფულის აღებისა და რაღაცა ფინანსური სურვილების გამო. ამიტომ ყოველგვარი ასეთი ქმედება, ეს არის აი ეს ტაძარი არის ღვთისნიშანი, რახან აღმოჩნდა, რომ აქ ამ ადგილზე არ შეიძლება არაბული ქალაქის მშენებლობა. აქ მხოლოდ და მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი უნდა გაკეთდეს. ალოცილი ამბობ, ღმერთმა მინდა საზოგადოებას უთხრა შევახსენო ამაც ერთად ინფორმაცია კი თქვით სოციალურ ქსელებში. მამა დავითის მიერ იქნა პარაკლისების წიგნი შედგენილი, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით იქნა წიგნი დაბეჭდილი და ამ პარაკლის რამდენიმე ათეული სასულო პირი უკვე ლოცულობთ ვიოდრებით ღმერთს, რომ კრანის იქნება ეს, გონიო იქნება თუ სხვა ტერიტორია მთელი ჩვენი საქართველოსი, პირველ რიგში იყოს ქართველების და რა თქმა უნდა ამას ერთად საქართველოს მოქალაქეების. აქ ისტორიულად მაცხოვრებელ ხალხთან არანაირი პრობლემა არ არის, არავის, არც ერთ ნორმალურ ქართველს, რა თქმა უნდა. აქ ლაპარაკი არის უზარმაზარ ტალღაზე, რომელიც შემოდის ეს მიგრანტების სახით რომ შემოდიან და ქალაქების შენება რომ უნდა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. და მე მინდა აი მისარგებლო შემთხვევით, აი პარაკლისის წიგნი ჩვენ ტოვებთ აი პატარა ყუთში პარაკლისების რამდენი ცალი დაახლოებით? 20 ცალია დაახლოებით, ხო. და ვინც მობრძანდებით აქ, ჩემო ქართველებო, ამოიღებთ პარაკლისის წიგნი და შევედრეთ, ღმერთს წაიკითხეთ პარაკლისი, ვილოცოთ ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა. მე დარწმუნებული ვარ, მამაო, რომ ეს წიგნი შემთხვევით არ დაიგია და ახლა უკვე რაღაც პროცესები ერთბეზები. წაიკითხეთ პარაკლისის წიგნი და ჩვენთან ერთად შევედრეთ ღმერთს ჩვენი სამშობლოსთვის. ასევე ვინც სასულიერო პირი, ვინც ამოვა სასულიერო პირი, შეუძლია ეს წიგნი ერთი ან ორი წაიღოს საჩუქრად თავის ეკლესიაში, რათა თავის მრევლთან ერთად წაიკითხოს პარაკლისების საველდრებელი პარაკლისების მრევლთან ერთად. სახელი ხო არ წაუკითხოთ, რა ქვია პარაკლისი, რა ქვია სახელი? აი ბატონო, პარაკლისი უფლისა მიმართ ვედრებაი განქარობისათვის ყოველთა განსაცდელთა და ძლევად ყოველთა მტერთა ერისა ჩვენისათა და მშვიდობის დამყარებისათვის. ერთ მუხლს წავიკითხავ, ერთ მუხლს რა ლოცვა არის და რას ლოცულობთ ხოლმე თქვენ ნებართვით. მეუფე უფალო, ანუ მაღალო ღმერთო, რომელმა ხელითა შენითა ყოვლადწლიერითა დაანთქენ ფარაო სიღრმესამაშინა ზღვისასა, რომელმაცო შენი ძლიერი ხელითო ფარაო, ანუ ფარაონი ზველახმაში არის საუბარი, ზღვის სიღრმეში დაანთქიო.
აცსა დაამხვე ყოველი სილაღე მძლავრთა და მათ ბოროტთა ახლაცო დაამხვე ბოროტთა სილაღე ანუ აი თავგასულობა სიამგაგებით ითქვეს იყო აი თავგასულობა რომ არაფერი არ აჩერებთ ამ უბედურების ქმნაში და შინა გამცემთა ერისათა ვინ ჩვენს ერს გამცემლობის მიდგომით უდგება რომ ყიდის ყველაფერს ქართულს რომელნი კადნიერად განყიდიან მიწა წყალსა ჩვენსა მამაპაპათა სისხლით და განპოხებულსა რომლებიც კადნიერად ანუ ურცხვად ყიდიან ჩვენი მამაპაპათა წმინდა სისხლით განპოხებულ სისხლსო აი ამ ზგავსი ლოცვები არის ამ პარაკლისის წიგნში და მამა დავის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ლოცვანის შედგენისთვის და რა თქმა უნდა მეუფრიობს ლოცვა კურთხევას რა თქმა უნდა დალოცვილი გამყოფოთ მაღალ ღმერთმა მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა ჩემო ქართველებო სამშობლო სიყვარულისთვის მადლობა